იცეკვე ალუბალა, იცეკვე. Კაი, გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ. იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნებათ ჩვენი გადაცემის დღე და დღეს ერთ წიგნს გაგახსენებთ, ან გაგაცნობთ, ეს არის ალექს ჩიგვინაძის წიგნი, რომლის ილუსტრაციებიც ანა ჯანელიძემ დახატა და წიგნსაც ქვია იცეკვე ალუბალა, იცეკვე. ნახოთ ვინ არის ალუბალა, ალუბალი არ არის, ეს არის ჩიტი, რომელსაც ცეკვა ძალიან უყვარს. ისე ძალიან უყვარს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იცეკოს, ხანდახან მეც ავცეკვდები ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ თუ კარგი ამბები მოხდება, მაგრამ ცეკვა თვითონაც უკვე კარგი ამბავია. ნახოთ რა მოხდება წიგნში, მაშასე, დავიწყოთ. წიგნი იწყება მიძღვნით, ეძღვნება ტომს, ჩვენს ბარტყს, რომელმაც აგვაცეკვა. იცეკვე ალუბალა, იცეკვე. ალექს ჩიღვინაძე, ანა ჯანელიძე. ჩიტები დაფრინავენ. ჩიტები ჭიკჭიკებენ, ჩიტები კენკავენ, მაგრამ იყო ერთი ჩიტი ალუბალა, რომელიც სულ ცეკვავდა. ცეკვავდა ყველგან, ჰაერში, ტოტებზე თუ ხილის გროვაზე. ცეკვავდა ყველაფერს, ჯეირანს და ბრეიკდანს, კინტოურს და მოხებოლს, ჩაჩაჩას და სირტაკს. ცეკვავდა მარტოც და ფარშევანგებთან, ფრანებთან თუ საპნის მუშტებთან ერთად. გაზეთებშიც კი იწერებოდა მისი ცეკვის შესახებ ამბები, აივსო გაზეთები, ტექსტები, სტატიებით მოცეკვავე ჩიტი ალუბალა მითი თუ რეალობა, ასაფრენ-გასაფრენი გაზეთიც კი წერდა მას. როცა ფრინველები თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავდნენ, ალუბალა გზადაგზად ცეკვავდა და გუნდი ირეოდა. და ფრენა ნელდებოდა და მონადირეები ესროდნენ ეგ გულქვები ეგენი. ალუბალას ყველა უჯავრდებოდა, ბუთვალებს უბრიალებდა, ბეღურა იჭიმებოდა და ოფოფი იფოფრებოდა. და ალუბალამ ნელ-ნელა ცეკვა დაივიწყა. ბუდი აიშენა, ჩაჯდა შიგ, კვერცხები დადო და ლოდინი დაიწყო. დაიწყო ლოდინი და ერთ დღესაც კვერცხებიდან ბარტყები გამოიჩეკნენ. კისრები დაიგრძელეს და დაცეკვდნენ. შიოდად ცეკვავდნენ, ჭამდნენ და ცეკვავდნენ, სციოდად ცეკვავდნენ, სხელოდად ცეკვავდნენ, ჯერ მარტო ცეკვავდნენ და ბოლოს დედაც ახვა. მერე და როგორ მონატრებოდა ალუბალას ცეკვა. ახლა მთელ ხეზე ყველაზე მხიარული ბუდე მათია და ცეკვასაც ვერავინ დაუშლის. გინდა იცეკვე ალუბალასთან ერთად. ესე მთავრდება ეს ზღაპარი. სადაც მონატრებული ცეკვა ალუბალამ ისევ გააგრძელა. ეს წიგნი მახსენებს გოდერძი ჩოხელის ერთ მოთხრობას გარსია ხევსურლის სახელია, სადაც გარსია ცეკვავს მიუხედავად იმისა, რომ თიდან გადასახლებას უპირებენ და უპირებენ კი არა და დაუგეგმეს გადასახლებას, სულ უბრალოდ რუსულმა ხელისუფლებამ და გარსია მაინც ირჩება და ცეკვას განაგზავს. მათ სადეთო სანამ გადამასახლეთ, მათ ცეკვეთო და აი როგორ ცეკვავს და როგორ ელოდება გაზაფხულს. ამ ვიდეოს მეორე მოთხრობისას თუ გინდათ ბუმულში დავდებ ალუბალას ქვემოთ, შეგიძლიათ იმასაც მერე მოусმინოთ და შეგიძლიათ სხვა ვიდეოებიც ნახოთ ლიპარასკეობის ჩვენს YouTube-ის არხზე. ან TikTok-ზეც. შევხვდებით შემდეგ ლიპარასკეობას დროებით და იცეკვე ალუბალა, იცეკვე. ნახვამდის. დიდი მადლობა.